როგორც ხედავ 1000 ნახვა ვიდეოზე მარტივად გროვდება, რა თქმა უნდა, მჯეროდა თქვენ დავიცოდი, რომ ამ ოდენობის ნახვებს ძალიან სწრაფად ააგროვებდით. დარწმუნებული ვიყავი ამაში. ნავრწოს რაც შეეხება ამ მომენტისთვის ვიდეოზე უკვე 380-მდე ლაიქია, სულ ცოტაც და იქნება საზეიმო 500. დღეს ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა აზრი არის ჩადებული ანიმეში და რას გვასწავლიან ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები. ვიდეოს დაწყებამდე კი რა თქმა უნდა რენდომ კომენტარის დროა. დღევანდელი რენდომ კომენტარის ავტორი არის უტა. სახელიდან გამომდინარე შეიძლება ვივარავდო, რომ ეს არის აბიტურიენტი. უტა წერს, რომ გავაკეთო ვიდეო პარაზიტზე. მეგობრებო, რომ ამ ანიმეზე მაქვს ერთი ვიდეო და ვერ ვხედავ მეორე ვიდეოს თემას. თუ რაიმე აზრი გაქვს თავში, გამემხილე და შევძლებდი გავაკეთო მასზე ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანიმე კლიშირებულია და სავსეა ფანზერვიზებით, ყოველ მათგანში არის ჩადებული რაღაც აზრი, რომელიც მაყურებელს ასწავლის რაიმეს და ზოგჯერ ცხოვრებისეულ რჩევებსაც კი იძლევა. მოდი დავიწყებ რა თქმა უნდა მეგობრებით. თითოეულ ანიმე დიდ დროს უთმობს მეგობრებს და მართან ურთიერთობას. ჩვენი მთავარი პერსონაჟები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რათა გადაარჩინონ საკუთარი მეგობრები. ისინი მზად არიან საკუთარი თავიც კი გასწირონ. ამავდროულად მეგობრების მორალური მხარდაჭერა მათ ადვილად საშუალებას საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი ძალები. ახალი ნაპერწკალი, რომელიც მათ მძიმე სიტუაციაშიც კი ფეხზე დააყენებს. შორს რომ არ წავიდე, ავიღებ ნარუტოს მაგალითს. თერნი ნარუტოს ბავშვობა დათმობილი იყო იმაზე, თუ როგორ უახლოვდებოდა ნარუტო და სასკე ერთმანეთს და როგორ ცდილობდა ნარუტო დაებრუნებინა სოფლიდან გაქცეული სასკე. ავიღოთ ასევე ფერის გოდი, სადაც ნაცვლმა ერთ ტკივილს და შემოტევას გაუძლო საკუთარი მეგობრებისთვის, რათა გადაერჩინა ლუსი, ჰეპი, გრეი და ელზა. რამდენიმე პერსონაჟმა გასწირა თავის ხვისთვის. იაპონელები ანიმეს საშუალებით თავიდანვე ნერგავენ ბავშვებში მეგობრების დიდ მნიშვნელობას. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ანიმეში სულის შეუდრეკელობა გასაოცარ შედეგებს იძლევა. პერსონაჟები, რომლებიც დასაწყისში არაფერს არ წარმოადგენდნენ, სულის სიმტკიცით ბოლოს უმნიშვნელოვანეს პერსონაჟებად ყალიბდებიან. ანიმეს გმირები, რომლებიც ბრძოლაში მარცხდებიან, სულის სიმტკიცით მაინც პოულობენ ძალებს და ამარცხებენ ბოროტმოქმედს. რა თქმა უნდა, ეს გაბუქებულია და დიდი ფანტაზიაურევია, მაგრამ ამით იმას გვაწვდიან, რომ თუ ჩვენ დავდგებით მყართ ფეხზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სურვილებისა და ოცნებების სასასრულებლად, მაშინ ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ ამას და აუცილებლად დავისრულებთ მათ. ამით ადამიანებში მიზანდაზახულობას აღვივებენ და აძლევენ მომავლის იმედს. ზემოთ ნახსენებს დაუბრუნდები. ანიმეში ნამდვილად ხშირია შემთხვევები, როდესაც ყველასთვის უცხო პირი საკმაოდ პოპულარული ხდება. ესეც დიდი პიძგი ადამიანების თვითშეფასების ამაღლებისთვის. ამით ავტორები ამბობენ, რომ თუნდაც ბოლო დონის ლუზერი იყო, თუ ძალებს მოიკრებს და დაიწყებს საკუთარი აზრის დაფიქსირებას, მიაღწევს წარმატებას. ხალხი შემოხედავს და არ იქნება ვიღაც უცხო, რომელსაც სახეზეც კი ვერ ცნობენ. ასევე ბევრჯერ მინახავს ანიმეში, როდესაც პერსონაჟს არასაკმარისად აფასებენ და ბოლოს ეს პერსონაჟი საკმაოდ კარგი ტიპიც კი გამოდის. რომანტიკებში ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლაში საუკეთესო ბიჭს, როგორც გარეგნობით ასევე ნიშნებით, უყვარდება სრულიად უბრალო გოგონა. ან პირიქით, სქეს გულისხმობ. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არის საჭირო კონდეს ჰოლივუდის გარეგნობა და გაცილებით უკეთესი ხალხის გული მოიგო. მინდა ცალკე გამოვყო ფერის გოდი და ახლავე აგეხსნით რატომ. ანიმეში თითქმის ყველა ზემოხსენებული ხდება, მაგრამ ასევე უნდა გამოიყოს ის, რომ ანიმეში ყველა პერსონაჟი ობოლია. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით კანასა და ლექსუსს, მაგრამ ცხოვრება მორივე ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მათი ტკივილი სამართლიან შეიძლება გაუტოლდეს აი ამ სხვა პერსონაჟების ტკივილს. ანიმეში ნაჩვენები იყო მომენტი, თუ როგორ მარტოსულად გრძნობდა ნაცუ თავს ცარიელ სახლში და როგორ ცდილობდა დრო სადმე სხვაგან გაეტარებინა. ძიმე წარსული ჰქონდა გრეისაც, რომლის მშობლები ურჩხულმა მოკლა და შემდეგ მისი მასწავლებელი შეიწირა. ელზა საერთოდ მონა იყო, რომელმაც შეძლო თავი დაეღწია უსამართლო ბავშვობას და გამხდარიყო ფერის გუდის უძლიერესი ქალი ჯადოქარი, რომელიც სიტყვაც ოსტატისას უტოლდება. ძიმებედი შეხვდა ლუსისაც, რომელიც დროში გაყნული კუნძულიდან დაბრუნებისას იგებს, რომ მამამისი გარდაიცვალა, რომელიც მას ყოველ წელს დაბადების დღეზე საჩუქრებს უგზავნიდა და ბინის ქირას უხდიდა. ამ ანიმეს ყოველ პერსონაჟმა გადაიტანა დიდი ტკივილი და უბედურება, მაგრამ მაინც პოულობენ ფეხზე დგომისა და ბრძოლის ძალებს. ეს ნამდვილი მაგალითია მათთვის, ვინც სული დაეცა ან დაკარგა ვინმე ახლო პიროვნება. ანიმე გვეუბნება, რომ უნდა ვიბრძოლოთ და მტკიცედ ვიდგეთ ფეხზე და დავტყვეთ ყოველი წამით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ვიდეოში ვერ შედევ ყველა ეს მაგალითი, რასაც ანიმე გვასწავლის. ეს იყო ის ძირითადები, რაც უმეტესად ყველა ანიმეში გვხდება. ამ შემდეგ არ ამგონია ვინმე ანიმე გაუტოლოს ამერიკულ ქართუნებს, რომლებშიც იმაზე დარდობენ, თუ როგორ ჩამოხსნან კატახიდან ისე, რომ დედამ ვერ გაიგოს. ეს იყო ერენ დრაგნილი, ყველას მოვალ შეხვედრამდე, ნახვამდის.